რა არის ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობის და პოლარიზებული პოლიტიკის დასრულების მთავარი გასაღები? კოალიცია და კოალიცია. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ ხშირ შემთხვევაში განსხვავებული შეხედულების პოლიტიკოსები ერთ სამარშრუტო ტაქსში ჩამსხდარიყვნენ და მოქალაქეებთან შესახვედრად აი ასე წინასწარი დაგეგმვის გარეშე წასულიყვნენ. კოალიცია ოპოზიციის ერთიანობა არის ის, რაც ახლა ივანიშვილის პარტიას ყველაზე მეტად აშინებს. ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და კიდევ ბევრმა ოპოზიციონერმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთა შეასრულა და 30 ოქტომბრისთვის ამომრჩეველს ერთიანობა შესთავაზა. ამბიციები და ვიწრო პარტიული ინტერესები დათმო. კოალიცია როგორც ოცნების ნარჩენების ჭაობიდან თავის დაღწევის და სახელმწიფოს გადარჩენის შანსი. დროების კამერამ და ჟურნალისტმა თიკო ერაძემ თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტთან ერთად კოალიციური სამარშრუტო ტაქსით იმგზავრა. მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, კანდიდატი ჯერ კიდევ ირაკლი აბესაძე. ალბათ და ესე დაუგეგმავ შევხედოთ. მილიონიანი ნაძვის ხე გვექნება ხალხო? კოალიციურად ვებში. ის რისიც ივანიშვილსა და მის ხელქვეითებს ყველაზე მეტად ეშინოდათ მოხდა. მრავალფეროვანი ოპოზიციური კოალიცია ერთი კაცის პარტიის წინააღმდეგ. ოპოზიცია მოახერხა და საზოგადოების მთავარი დაკვეთა მრავალპარტიული მმართველობის შესაძლებლობა რეალობად აქცია. გაჩნდა შანსი დედაქალაქისთვის და არჩევანი იმ ადამიანებისთვის, ვისაც არც ძველი მიშა უნდა და არც რუდიმენტად ქცეული ბიძინას რეჟიმი. და მივიღეთ მოცემულობა, სადაც ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძის სიძულვილით სავსე დაჯგუფებას განსხვავებული მოსაზრებებისა და შეხედულებების მქონე პოლიტიკური პარტიების ერთობა უპირისპირდება, რომელსაც თითქმის ყველანაირი გემოვნების ამომრჩევლის დაკმაყოფილება შეუძლია, მინიმუმ ამ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ასე შეიქმნა პრეცედენტი, როცა თბილისმა პირველად იცის, თუ როგორ გადანაწილდება თანამდებობები კონკრეტული კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. საზოგადოების, ხალხის, თბილისელების და არა მხოლოდ თბილისში და თბილისელების დაკვეთა არის ერთობა ავტორიტარიზმის საპირწონით. ჩვენ საზოგადოებას ამ გააღმევებულ ავტორიტარიზმში ალტერნატივა შევთავაზეთ. ჩვენ თავაზობთ ურთიერთ კონსენსუსზე, ურთიერთ შეთანხმებით განსხვავებული ადამიანების მიერ დედაქალაქის მართვას. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა და მოქალაქეებმა დაინახონ, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე მყოფი პარტიები თანხმდებიან თბილისი როგორ იყოს უკეთესი. ძალიან კარგად მიიღო ჩვენმა ამომრჩეველმა, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ლელოდ რჩება, ლელო გააგრძელებს თავის პოლიტიკურ სვლას და პარტიის მშენებლობას, მაგრამ ლელო სიძლიერე იმაში, რომ მას შეუძლია სხვა პარტიებთან საერთო ენის გამონახვა, შეჯერება პოზიციის. ზურა, გამოვა რამე ამ საკითხზე? კი, მოვიგებ დაუცილებლად. მე მგონი რომ ესეთი მომენტი აქამდე არ ყოფილა, რაც ოცნება ხელისუფლებაშია. და მე მგონი ამ მომენტს გრძნობს ბევრი და მათ შორის იმ დღეო საღამოს პრეზენტაციის, ერთობლივი პრეზენტაციის შემდეგ მე რასაც უყურებ მარტო სოციალებში, ჩემ ორივე იმაზე აკაუნტზე პირველად ხედავ, რომ ადამიანებს იმედი გაუჩნდათ და მათ შორის ასაც ხედავ არის ის, რომ პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა. ამ რაღაც საყოველთაო ნიჰილიზმში და უიმედობაში ადამიანებმა დაინახეს, რომ მართლა შეიძლება რაღაცა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ეგ იმედი არ არსებობდა და მაგის რწმენა არ არსებობდა. და ეხლა რასაც ხედავ არის ის, რომ ეგ იმედი და ეგ რწმენა გაჩნდა. ესე იგი, ერთი სამარშრუტო ტაქსი კოალიციის ლიდერებით მოვედით ვარკეთილში შეხვედრაზე.
ყველა ერთად, მაგრამ ყველა განსხვავებული და საკუთარი პარტიული იდენტობის შენარჩუნებით. ოპოზიციის კოალიციური კაბინეტი თბილისის მერობის მეორე ტურის წინ უკვე ერთიანი ძალებით აწარმოებს საარჩევნო კამპანიას და წინასწარი დაგეგმვის გარეშე მოსახლეობას ხვდება. მეტრო აბსოლუტურად უხილავია მეტრო ცენტრალური ქუჩიდან, რაც არ არის სწორი და ეს უნდა განთავისუფლდეს ჩვენერი ქანდაკება და აქ უნდა მოეწყოს ჩვეულებრივი საზოგადოებრივი სივრცე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ და 30-ში ყველა მეტად ერთობით ვიმე კი არ უნდა დავამარცხო. უნდა გავიმარჯვოთ. აი ეს არის განსხვავება რა. ისე შევცვალოთ ეს ყველაფერი ერთად. ერთად უნდა შევცვალოთ. მივახცე. არა, ერთობით არის მარტო შესაძლებელი. მარტო ერთობით და ჩვენი ცისხლება წარმატება. ძალიან დიდი მადლობა, სასიამოვნო. მივესალმებით თქვენს დიდი მადლობა. პოზიციას ყველანაირად თქვენ. უღესე მადლობა. არა, მადლობა. დაბატონო. გამარჯობა, გამარჯობა. მოგზადები, გამოდიოდი. ოჯახის წევრები. შევცვალოთ რა, შევცვალოთ. როდის სახვეთ? მუშაობ? მუშაობ მაგ. გელოდები, თუნდაც ჩამოხვიდე და დიაბეტიანი შვილი მყავს და მადლობა საფრანგეთის მთავრობას და თასლაფი დავასხი 41-ის მთავრობას, რომელმაც ერთი შვილი გამიქცია და ქუჩაში ვდგავარ, რამდენჯერ საქონელი წამართვეს და ისეთ ხელში გვაყენებენ ბავშვებიცები, ეხლა უკვე წდება ალბათ 200-ზე მაქვს ავარდნილი. რატომ უკვე ვეღარ უძლებთ რა ამდენ იმას, იმიტომ რომ ჩვენთვის არავინ არ ფიქრობს. როიძახის კალაძე ერთი რამე არ გაუკეთებია ჩვენთვის. მაგრამ სხვაგან კი აკეთებს მოსასპობელი. ჩვენთან არ მოსულა, არაფერი არ აქვს გაკეთებული. გამარჯვეთ ბატონებო, მოდის ხოლმე ბატონებო და თუ არ გავიმარჯვეთ, აი მეებს გავიმარჯვეთ რა. ეხვეწებით სუპერ. გენაცო. აი გეხვეწებით რა უნდა გავიმარჯვეთ. არაერთ არაფერი საქართველო არ იცაგდება. აქ უნდა კამერა რა. არჩევნების დღეს აქ უნდა იყოს კამერა, გვერდით არის მერვე უბანი და იქ ახლა უნდა ჩავაწერიო. თვალშისაცემი კონტრასტი უკვე შექმნა ოპოზიციის პრეზენტაციამ. იყო არის სამთავრობო ტრიოსგან განსხვავებით წინა საარჩევნოდ ნიკა მელიას გზავნილებიც პოზიტიურია. მრავალფეროვნება და ხელისუფლების დაბალანსება. ყველა თბილისელის მერობის ამბიციის მქონე მელია მისი და კობახიძის დაპირისპირებაში მონაწილე ცნობილ ქალბატონსაც შეურიგდა. თუმცა როგორც გაირკვა, შესარიგებელიც ბევრი არაფერი იყო. კობახიძეს არავინ არ მოყოლაში მივიდი. შეხვედრით ვიყავით ორი და გიგუნგულაბად და მელია გამარჯვების შემთხვევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობიდან გადადგომას და პარტიული მიკერძოებისაგან გათავისუფლებასაც გეგმავს. ქართული ოცნება კი დაჟინებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან მოხსნას უპირებენ. ესო პრევენციული განცხადება გააკეთა ის გადაყენებას აპირებენ ხო პრევენციულად უბრალოდ ამ კოალიციურ კაბინეტში თითქოს ყველამ რაღაც დათმო. ზოგმა ამბიციები, ზოგმა თანამდებობები, ზოგმა მიშას ფაქტორი. სინამდვილეში კი ყველა მოგებულია, რადგან შეიქმნა მოცემულობა, სადაც ერთპიროვნული მმართველობის სივრცე აღარ რჩება. აღარ რჩება სივრცე კორუფციისთვის, ნეპოტიზმისთვის, უკანონო ტენდერებისთვის. აქ ყველა ერთად არის, მაგრამ თან ყველა კონკურენციაში, ყველა ერთმანეთის კონტროლში. ყველა ერთად ახლა კოალიციურად უნდა ბევრი ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ. და ჩვენ რაც ახლა გჭირდება, ხო ზრუნვა, აი რა ჭირდება დღეს, აი რომ დავდივართ, ხო ხალხს რა ჭირდება, რომ არ მოატყუო. აი რომ ეთყვი არჩევნების წინ რომ მოხვალ და ეთყვი რომ აი მე არ ვიცი, აი ამას გავაკეთებ. მე არ დაივიწყო და ამის გარანტიც რა არის, რომ გვერდზე ყავს სხვა პარტიის წარმომადგენელი, რომ ეს ჩასაფრებულია რაღაც თვალსაზრისით, რომ აი თუ დაივიწყებ, მის ინტერესია რომ გამოგიჭიროს ამაში. და ანუ ეს არის რაღაცნაირი უკვე სისტემური გარანტია, რომ მეტად ანგარიშვალდებულები ვიყოთ ხალხის მიმართ, მეტი საქმე გავაკეთოთ. კონტროლი რაში მდგომარეობს? ხო, თქვა თუ მოიპარავს ერთი მერის მოადგილე ან მოიპარავს რომელიღაცა მინისტრი, ხო? მეორე პარტიიდან მყოფი პროკურორი ან მინისტრი დაინტერესებულია
რომ იმაში გამოიჭიროს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ყველა ჩვენ პარტიებად ვчебით. საბოლოო ჯამში ნორმალურ სიტუაციაში ჩვენ ინტერესი გვაქვს, რომ ჩვენ მეტი ამორჩეველი გყავდეს. და მეორეს ნაკლები, კონკურენცია არის ჯანსაღი. ამიტომ შეცდომაში არავის არ პატიობს. ხელის დაფარება რაც ახლა ხდება, ხო, აი დააშავეს, მაგრამ ხელს აფარებს, იმიტომ რომ თავისიანია. ეს ვეღარ მოხდება ამ სისტემაში. ამიტომ ბევრი კორუფციისგან, ძალადობისგან, კანონის დარღვევისგან და დაპირების არ შესრულებისგან, ხალხის გაბრაზებისგან ძალიან ბევრი შეიკავებს თავს, მარტო იმიტომ კი არა რომ კაი ტიპი იქნება, იმიტომ რომ შეეშინდება რომ ვიღაცა აკონტროლებს. ევროპული პოლიტიკური კულტურისკენ მიმავალ რთულ გზაზე მანამ სანამ კოალიციის სიკეთეებს საკუთარ თავზე ვიგრძნობთ, თბილისში დამდგარმა მეორე ტურმა შედეგები უკვე მოიტანა და ნიკა მელიას დაპირებების შემდეგ ხალხისთვის სასარგებლო დაპირებების გაცემა კალაძემაც დაიწყო. თუმცა მანამდე მთელი პარტიის მესიჯბოქსი მელიას წინააღმდეგ იყო მიმართული. ოცნება ამტკიცებდა, რომ თბილისის მერს კანონით პენსიონერებისათვის დანამატის მიცემის უფლება არ ჰქონდა. პენსიებს რაც ეხება ერთი რომ კანონით მას ამის უფლება არ აქვს და მეორე რომ ამას შეიძლება 240 მილიონი ლარი. თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ საქმე მელიას ეხება. აი კახა კალაძე თუ მისცემს სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500 ლარიან ვაუჩერს, მაშინ პრობლემა თურმე არ ყოფილა. ან მისცემს და ან არა, მაგრამ კონკრეტული დაპირება ხომ მაინც გამოსწორა ოპოზიციამ. ასე მუშაობს დემოკრატია. ახალ პროგრამას რაც შეეხება, ეს არის სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის 500 ლარიანი ვაუჩერები. საჯარო სკოლებში უფასო კვების დაპირებაც დაიწუნეს ოცნებაში. მგონი დაავიწყდათ, რომ წინის წინა პრემიერი ბავშვ და შიმშილობაზე UNICEF-ის კვლევის შედეგებს გადააყოლეს. მელიას დაპირებებს დამატებითი ხარჯები სჭირდებაო. რა თქმა უნდა ჭირდება, ისევე როგორც გარდაუვალ საჭიროებას წარმოადგენს პარტიული საჭიროებების გამო უსაშველოდ გაბერილი ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და კორუფციული გარიგებების შედეგად ბიუჯეტის გვერდის ავლით მოძრავი ფულის ნაკადების აღმოფხვრა, რაც მრავალპარტიული ურთიერთ კონტროლისა და გამჭვირვალობის პირობებში ყველა შემთხვევაში უფრო ადვილი მისაღწევია ვიდრე ჩაკეტილ ერთპარტიულ ვერტიკალში. ჯამური ბიუჯეტი ამ სამივე პროექტის არის დაახლოებით 350-360 მილიონი ლარი. ამის მოძებნის რესურსი არსებობს უკვე არსებულ ბიუჯეტშიც კი. ჩვენი დაანგარიშებით დაახლოებით 300 მილიონ ლარს არსებულ ბიუჯეტში თავისუფლად შეიძლება მიზნობრიობა შეეცვალოს და სხვა რაღაცაზე დაიხარჯოს. რის ხარჯზე ეს არის რა თქმა უნდა კორუფციაზე უარის თქმა, თუმცა ამაზე მე კი არ ვამბობ უარს ან ნიკა ან მამუკა ან ზურა ან ელენე. ერთმანეთის ურთიერთკონტროლის ის კოალიციური მექანიზმი რაც შემოვიღეთ, შეუძლებას გახდის რომ რომელიმე საკუთარი კორუფციული ინტერესი გაითვალისწინოს რომელიმე პროექტში. ოპოზიციის ერთიანობით დაბნეული და განერვიულებული ოცნების მესიჯბოქსი საინტერესო აღარ არის. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აგრესიის მფრქვეველმა პრემიერმა ბოლო 2 დღეში არც ერთი ქალაქი დატოვა, საიდანაც სიძულვილისა და ზიზღის მესიჯებს არ გაავრცელებდა. ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ მელიასთან კონკურენციაში შესული კალაძე იძულებული გახდა ხალხის სასიკეთოდ რამე დაპირება გაეცა. ამ მაგალითით შეიძლება ვივარაუდოთ, თუ როგორ შეიცვლება ვითარება, თუ თბილისსა და დიდ ქალაქებს ოპოზიცია მოიგებს. მით უმეტეს, რომ თითქმის ყველგან გადაწყვეტილია, რომ დედაქალაქის მსგავსად კოალიციური მთავრობები იქნება. კონკურენცია არა მხოლოდ მუნიციპალურ დონეზე გაიზრდება, არამედ ცენტრალური ხელისუფლებაც შეჯიბრის რეჟიმში იქნება. ყველა შეეცდება საქმით დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა. ამ კონკურენციაში კი მოგებული ამომრჩეველი რჩება. პოზიტიური დღის წესრიგის გარეშე დარჩენილი ოცნება და მით უფრო ღარიბაშვილი ოპოზიციისთან დაპირისპირების რეჟიმში მზად არის, რომ დეცენტრალიზაციის თვითმმართველობის და საერთოდ დემოკრატიულობის არსიც კი დაივიწყოს და აღიაროს, რომ თვითმმართველობებს არ მისცემენ უფლებას ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ნაბიჯი გადადგან. ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს თეორიულადაც ვიზა. თბილისში კოალიციური კაბინეტის ეფექტი სხვა თვითმმართველ თუ დიდ ქალაქებში გასამართ მეორე ტურებზეც გავრცელდება. ოპოზიციური ერთობა მეც შანსს უჩენს თბილისში ერთადერთ მეორე ტურში გადასულ კანდიდატსაც. მე მგონია, რომ ეს არა მარტო ჩემ შედეგებს გაუმჯობესებს, არამედ დაიხმარება იმ ოლქებს და იმ ქალაქებს, რომლებშიც ასევე მეორე ტურია ჩანიშნული, თუნდაც ქუთაისი, თუნდაც რუსთავი, თუნდაც ბათუმი, ფოთი და ასე შემდეგ. ანუ ეს ეფექტი ექნება ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ოპოზიციამ ყველას ვაჩვენეთ ადამიანებს, რომ მართლა შეგვიძლია ერთიანობა და დაიდო უპრეცედენტო ერთობა. აქ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვს განსხვავებული ხედვები, მაგრამ ყველა მთელი საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, რაღაც ჭუბის გარეშე, გინების გარეშე, კონტრასტი ჩელესა და მის ოპონენტ შორის
ძალიან სასახა ადამიანი. ამდენი ხანი ორი თვეა შეიძლება დასდეს რომ სადმე დაელაპარაკოს. ხო და არა. აიდან დებატებში იწევდა, დებატებზე ვარ მე უბრალოდ დავუშვებ დავილაპარაკოთ მე უბრალოდ კამერების გარეშე ისე და რავი ადამიანი არ გამოჩენილა. საბუთალოძეც კი ოიარო და ადამიანს კოგინი არ განდარტყო არც წარმოდგენა არ აქვს, არ ენახება არავის, მარტო ახვედრებენ საკუთარ პარტად. თბილისის მერად ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას საკრებულოს გადანაწილებაზეც ექნება ეფექტი. ოცნება იმუქრება, რომ უმრავლესობაში თავად არის და მერის წარდგენილ კაბინეტს არ დაამტკიცებს, მაგრამ თბილისის საკრებულოს უფრო მყარი უმრავლესობებიც უნახავს დაშლილი. არ დამტკიცებამდე კი ოპოზიციას სამთვიანი ვადა აქვს შედეგის დასადებად. გამოდი, განახო ხალხი. არის ესეთი გეგმა, რომელსაც მე გაუზიარებ ჩემ თანაგუნდელებს. პირველი 90 დღიანი გეგმა ეს არის 3 თვე. და ეს არის ზუსტად 3 თვე დაგონტკიცებენ თუ არ დაგონტკიცებენ. საკრებულოში ამდენი დრო გჭირდება. თუ არ დაგონტკიცებენ, ამ სამთვეში დავანახებთ უალტერნატივობას აი ამ კოალიციას. ყველა თვითმმართველ ქალაქში კი რიგრიგობით ოპოზიციის ერთობლივი ხალხმრავალი აქციები იმართება. მთავრობა და სახელისუფლებო მედია კი ხალხის პროტესტს კვლავინდებურად მხოლოდ თავების თვლას უპირისპირებს. სინამდვილეში ოცნების მზარდი აგრესია ოპოზიციის ერთიანობისა და პოზიტიური კამპანიის ფონზე კვლავ მათი ოპონენტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ყველაფრისგან პირველად ქართულ ხალხს აქვს შესაძლებლობა რომ თავად იხეიროს. მაგალითად რუსთავში ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატის ბანერების ჩამოხევის შემდეგ ქალაქში ახალი ბანერები გაჩნდა ახალი დაპირებებით. თუმცა რუსთავში ოცნების კანდიდატის დაპირებას რთულია რამე დაუპირისპირო. ნინო ლაცაბიძე რუსთაველებს არც მეტი არც ნაკლები 5 მაქსიმუმ 10 თეთრიან შეღავაც პირდება. უფასო ფულის დაპირებიდან უფასო ლიფტის დაპირებამდე ოცნებას ზუსტად 9 წელი დასჭირდა. მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესსა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. ოცნება განაგრძობს მის მიერვე კულტივირებულ სიძულვილზე კაპიტალიზებას. მეტიც, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მოლოდინი მისგან ოცნების მხარდამჭერებსაც აღარ აქვთ. იმ ძველი ოცნებისგანაც თითქმის აღარაფერი დარჩა. არც სულისკვეთება და არც ის ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის გარშემო ჩანდნენ. თავარი გამოცდა ახლა ოპოზიციას ელის წინ. გამარჯვების შემთხვევაში უნდა შეძლოს და აჩვენოს მოდელი, თუ როგორ მუშაობს კოალიცია, თუნდაც მუნიციპალურ დონეზე და როგორ შეიძლება იმუშაოს ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და პირველად თბილისს აქვს შანსი მიიღოს გადაწყვეტილება და დაასრულოს ერთპარტიული მმართველობის 30 წლიანი ციკლი. გადადგას ნაბიჯი ევროპული დემოკრატიისკენ და აქციოს 30 ოქტომბერი ოცნების ნარჩენების ჭაობიდან თავის დაღწევის დღედ. რადიკალურად შეცვლილი არის განწყობები და რამხრივ. პრაქტიკულად აი თითქოს ეჭვი არ ეპარებათ ოპოზიციის გამარჯვებაში. მსგავსი არაფერი არ ყოფილა სულ რაღაც 3 დღის წინ. აი რამხელა ძალა აქვს ერთობას, რამხელა ძალა აქვს ერთსულოვნებას და მრავალფეროვნებას. აი ამას ამიტომ არ ვამბობ რომ თქვენ ტელემაყურებლები მონათესულება უნდა გავამხნევო მოაშელებულია, ნუ არ არის. უცხოელად ვამბობ იმას, რაც ჩემი თვალით დავინახე და ვიგრძენით და თქვენც იყავით და გქონდათ ამის შესაძლებლობა თავად დაწუნებულიყავით. ეს ნიშნავს, რომ როგორც არასოდეს ვართ ახლოს ცვლილებებთან.